მოგესალმებით, ეს არის თავისუფალი ტრიბუნა მეორე არხის პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი და ჩვენი სტუმრები არიან. ეროვნული ფორუმის წევრები რევაზ შავიშვილი და დავით არახველიძე, მოგესალმებით, მადლობას გიხდით ჩვენთან სტუდიაში მოგწონებისთვის. ბატონ რევაზ, თქვენი დავიწყოთ საუბარს. წლების განმავლობაში თქვენ არ ჩანდით სატელევიზიო სივრცეში, ისევე როგორც ძალიან ბევრი ლიდერი ეროვნული ფორუმისა, ამიტომ დღევანდელი გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მხარდამჭერებისთვის, თქვენი ამორჩევლებისთვის და ფაქტობრივად დღეს ერთგვარი წარდგინებაც არის ბატონ დავით არახველიძეს, რომელიც საზოგადოებას ახსოვს როგორც ქართული ოცნების მთავრობის ერთ-ერთი წევრი. ანუ გამოდის თუ არა რომ ის თქვენი პარტიის საარჩევნო სიაში იქნება და უკვე ინტენსიურად მიიღებს მონაწილეობას წინა საარჩევნო კამპანიაში. ხო, ორი სიტყვა იმასთან დაკავშირებით, ბევრი ლიდერი არ ჩანდა, ბევრი რა თქმა უნდა არ არის, არ ჩანდით მე და კახა შარტავა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, ჩვენ გავინაწილეთ ფუნქციები. ეროვნულ ფორუმს ყავდა და დღესაც ყავს ფრაქცია პარლამენტში. მათი უმრავლესობა აქტიურობდა, რა თქმა უნდა, მე და კახა შარტავა გადავერთეთ პოლიტიკური პროცესიდან არ წავსულვართ, გადავერთეთ შიდა პარტიულ საქმიანობაზე, რადგან ვთვლით, რომ ეს პარტია ქვეყანაში ჭირდება სამომავლოდაც. ახლა რაც შეეხება ბატონ დავით არახველიძეს. ბატონ დავითი ფორუმის დაარსების დღიდან 2006 წლიდან ეროვნული ფორუმის წევრია, პირველი ყრილობის, დამფუძნებელი ყრილობის მონაწილეა. მე ის გავიცანი 20 წლის წინ დაახლოებით 95-ში, როცა ის ჩემი თანამშრომელი იყო კონტროლის პალატაში. წესიერი, ძალიან კვალიფიციური, ძალიან პრინციპული ადამიანი. თავის დროზე, როცა ის წარმოშობით რაჭველია, ისე აფხაზეთიდან დევნილია, რო იცოდეთ. როდესაც ჩვენ რეგიონალურ სამსახურებს ვაკეთებდით კონტროლის პალატის, მაშინ ის თბილისში მუშაობდა, მე ვთხოვე მას, რომ სათავეში ჩადგმოდა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ბიუროს მერე წამართვეს კარგი მუშაობის გამო, წაიყვანეს უკვე სამთავრობო ადმინისტრაციაში, იყო გუბერნატორის მოადგილე, ცოტა ხანს გუბერნატორიც და მერე დაწერა განცხადება და წამოვიდა, თუმცა თხოვდნენ რომ დარჩენილიყო. 2006 წლის პირველი დღიდან, როგორც კი გამოცხადდა ეროვნული ფორუმის დაფუძნება, დათო ჩვენი წევრი არსად არ წასულა, ის იყო სამთავრობო გუნდის წევრი, თუმცა ის არ იყო ჩვენი კვოტით წევრი, ამაზე დათო თვითონ უკეთესად გაგცემთ პასუხს. ასე რომ გასაკვირი არ არის. დიახ, ის იქნება ჩვენ სიაში და იქნება მაჟორიტარიც იქ, სადაც ცხოვრობს მრავალი ათეული წელია, ეს არის გლდანის რაიონში, კონკრეტულად მუხიანში, არა და დიახ, 22 საარჩევნო ოლქში. ბატონ დავით, ძალიან საინტერესო იქნება თქვენგანაც მოვისმინოთ ზოგადად თქვენი მუშაობის შესახებ საქართველოს მთავრობაში, როგორც მინისტრის და იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც თქვენ მიიღეთ, როდესაც წამოხვედით მთავრობიდან. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და შეიძლება თუ არა დღეს ვთქვათ, რომ ვინაიდან ეროვნული ფორუმი გამოვიდა კოალიციიდან, თქვენ ოპოზიციაში ხართ? კი, პასუხებთ. მივესალმებ თქვენს მაყურებელს, დიდი ხანი არ ყოფილა თქვენ სტუდიაში. ვიდრე ზუსტად თქვენს კითხვას უპასუხებდე, მე მინდა მანამდე დავამატო იმასაც ბატონმა რევაზმა თქვა, ჯერ ერთი დიდი მადლობა გადაუხადო ძალიან კარგი დახასიათებისათვის, ცოტა უხერხულად ვიგრძენით თავი. და აქვე მინდა დავამატო, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე, ანუ 2012 წლის არჩევნებამდე მე ეროვნულ ფორუმთან ერთად არ შემიწყვეტია აქტიური ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც იყო იმ წლებში, იყო ეს 2008 წლის არჩევნები, ირიბად, იყო ეს მონაწილეობა 8-იანი გახსოვთ და საზოგადოებას ახსოვს 6-იანი და 2011 წელს, როდესაც არენაზე გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როდესაც შეიქმნა ქართული ოცნება, ფორუმი გახდა ქართული ოცნების კოალიციის წევრი და 2012 წელს მე გახდით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბროლაურში ქართული ოცნების მხრიდან ფორუმის სახელით. ის არჩევნები სამწუხარო შედეგით დამთავრდა ოფიციალურად, თუმცა ჩემთვის შინაგანი განცდით არჩევნები დამთავრდა წარმატებით. ამის შემდეგ, როგორც ბატონმა რეზომ აღნიშნა, არა ფორუმის კვოტით, მაგრამ კოალიციის ინიციატივით მე დავინიშნე დევნილთა და განსახლების მინისტრად. ალბათ იმ ნიშნით, რომ მე თვითონ გახლავართ დევნილი და ზოგადად გაზიარებული იქნა, გათვალისწინებული იქნა ჩემი გამოცდილება ცხოვრებისეული.
მე ვთვლი რომ ეს პერიოდი, რაც მე გავატარე დევნილთა მინისტრის პოსტზე, ჩემთვის იყო ძალიან სერიოზული გამოცდის პერიოდი, სერიოზულ გამოწვევას უპასუხე მე იმ დროს და ასე ვთქვათ, პოლიტიკა, რომელიც მაშინ ჩამოყალიბდა დევნილთა მიმართ და პოლიტიკა, რომელიც შეიცვალა მანამდე არსებული დევნილთა მიმართ, ასე ვთქვათ, ხისტი ურთიერთობის პოლიტიკა, დღემდე გრძელდება გარკვეულწილად ის პოლიტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა იმ წლებში დევნილების მიმართ, არის თანასწორუფლებიანი და თანაგრძნობაზე აგებული ურთიერთობა. რაც შეეხება ჩემს წამოსვლას, მე ჩემი სურვილით არ წამოსულ ვარ. იმ პერიოდისათვის მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიზეზიც ბოლომდე ჩემთვის ცნობილი არ არის. ითქვა რომ უფრო კომფორტული იქნებოდა თუ მე აღარ ვიქნებოდი კაბინეტის შემადგენლობაში, თუმცა ამის გარდა იყო საკითხები, და ირგვლივაც იყო ასთა სხვადასხვაობა, თქვათ ჩემსა და ეკონომიკური საბჭოს მდივანს შორის, ეს ეხებოდა დევნილთა განსახლების პროგრამას, დევნილთა განსახლების საკითხის გადაწყვეტას. მე მქონდა ხედვა რომ ამისათვის საჭირო იყო მშენებლობა ნაწარმოების სამინისტროს მიერ, ხოლო როგორც გითხარით, საბჭოს ჰქონდა ხედვა რომ ეგ შეძენა მომხდარიყო ბაზარზე ბინების. მე დღესაც ვთვლი რომ ჩემი პოზიცია იყო სწორი და იქნებოდა სახელმწიფოსათვის უფრო იაფი, ვიდრე სინამდვილეში ჯდება ამ პროექტის განხორციელება დღეისათვის. რაც შეეხება ოპოზიციის თემას, როგორც გითხარით, ჩვენ ვიყავით კოალიციის წევრი და ბოლომდე ეროვნულმა ფორუმმა უერთგულა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს და კოალიციაში ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს, ხოლო მას შემდეგ რაც კოალიცია გაიშალა, ასე ვთქვათ, მრავალპარტიულ სპექტრში, კოალიცია დაიშალა, ფორუმი არის 10 წლის ისტორიის პარტიული ორგანიზაცია, მას აქვს თავისი ამოცანები, როგორც ითქვა, მე იდეურად შინაგანი განწყობით ვარ ფორუმელი და შესაბამისად მიმდინარე წლის არჩევნებზე ფორუმთან ერთად ვიბრძოლებ გამარჯვებისათვის, ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ფორუმს რაც შეიძლება მეტი გავლენა ჰქონდეს და უფრო ახლოს იყოს გადაწყვეტილებების მიღებასთან, რომელიცაც სახელმწიფო მნიშვნელობის დატვირთვა აქვს. ბატონო, თქვენთან მინდა გადმოვიდე ამ წლების განმავლობაში, როდესაც კოალიციაში იყო ეროვნული ფორუმი, თქვენს ამორჩეველს და თქვენს მხარდამჭერებს განსაკუთრებით დაამახსოვრდეთ იმ ფაქტი, რომ ეროვნულ ფორუმს არ ქონდა არც ერთი სახელმწიფოებრივი თანამდებობა. თქვენ არ ყავდათ მინისტრები, არ ყავდათ დავუშვათ კომიტეტის თავმჯდომარეები, თუნდაც ხო, საკმაოდ მცირე რაოდენობა არის პოლიტიკური პარტიისთვის, მით უმეტეს რომელიც ხელისუფლებაშია. მოვისმინეთ ძალიან ბევრი ახსნა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წახვედით თქვენ ამ დათმობაზე, ვინაიდან ეროვნული ფორუმის სხვა პრიორიტეტები ჰქონდა და ასე შემდეგ. 2012 წლის არჩევნებზე ბუნებრივია ეროვნული ფორუმი პროგრამულ პრიორიტეტებს უთანხმებდა კოალიციას, ხო როგორც ვიცით, ვინაიდან ერთიანი ძალით გამოდიოდი თქვენ. წელს რა ხდება? შეიცვალა თუ არა თქვენი პროგრამული პრიორიტეტები, რა რეალობა გვაქვს დღეს და დავუშვათ რითი იქნება განსხვავებული თქვენი პროგრამა წინასაარჩევნო სხვა პარტიებისგან? განსხვავება ძალიან ბევრი იქნება, თუმცა იქნება ზოგიერთი ისეთი საკითხი, რომელიც იქნება გაზიარებული, რადგან ჩვენი წარმომადგენლები მუშაობდნენ ოცნების პროგრამის შემუშავებაში, ეს ეხება განსაკუთრებით ჯანდაცვის პროგრამას, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი დეპუტატი ეროვნული ფორუმის ფრაქციის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი გახლავთ, გია ხეჩინაშვილი, ეს არის საერთაშორისო მასშტაბის ექსპერტი, ერთ-ერთი წამყვანი ევროპაში. თუმცა უნდა გითხრათ, რომ იმ პროგრამიდან დიდი ნაწილი, მათ შორის წარმატებული ჯანდაცვის რეფორმაში არ შესრულებულა. თუ გადახედავთ, თქვენ თვითონაც მიხვდებით, პირველ რიგში ეს ეხება პირველადი მედიცინის საკითხებს, მაგრამ ამას თავი გავანებოთ. დიახ, განსხვავებული იქნება ჩვენი პროგრამა, ჩვენ მაშინ ერთი მიზანი გქონდა, რეჟიმი უნდა დამარცხებულიყო და ეს მიზანი შესრულებულია, თუმცა ეროვნული ფორუმი ყოველთვის განსხვავებული იყო, ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში გამორჩეული იყო თავისი ეგრეთ წოდებული ეროვნული სულისკვეთებით, რა. პროგრამის ცხოვრების ყველა სფეროს შევეხებით, პროგრამა მთავრდება, დამთავრებულია პრაქტიკულად, ეხლა ვინაიდან სხვადასხვა ჯგუფები ამზადებდნენ სხვადასხვა მიმართულების, ხდება ეგრეთ წოდებული კომპილაცია, შეერთება, რედაქცია
ერთ სტილში მოყვანა პროგრამული დოკუმენტებისა. შევეხებით რა აუცილებლად სასამართლოს საკითხებს რეფორმას, გვექნება განათლების სისტემის სერიოზული რეფორმა, ჯანდაცვის და სოციალური საკითხებით ცალკე გამოყოფილ ბლოკად, ძალიან დიდი ბლოკი იქნება ჩვენი ეკონომიკური ხედვების შესახებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ დარჩენილა არც ერთი საკითხი პრაქტიკულად, რომელიც ჩვენს პროგრამაში არ აისახება. ჩვენ გვექნება განსხვავებული ხედვები და თუ დღევანდელ გადაცემაში რაღაც საკითხებში კი, რა თქმა უნდა, დეტალებში ჩვენ აუცილებლად დავკონკრეტებით, ბატონ დავით, მანამდე მინდა გითხოთ, თქვენ რა ფორმით მონაწილეობთ ამ პროგრამული პრიორიტეტების შედგენაში და არის თუ არა განსაკუთრებული რაიმე სფერო, რომელშიც თქვენ უშუალოდ იღებთ მონაწილეობას? დიახ, ზოგადად რა თქმა უნდა მე, ისე როგორც სხვა ფორუმის წევრები, მონაწილეობდი და მონაწილეობ დღესაც საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში ზოგადად და მათ შორის თქვათ ეკონომიკურ ნაწილზე მეტი ყურადღებით და განსაკუთრებით იმ თემებზე, რომელშიც მე კვალიფიციური ვარ და კომპეტენტური და ეს შეეხება იმ საქმიანობას, რომელზედაც მე წინა კითხვის დროს ვისაუბრე. მე ჩამოყალიბებული ხედვა მაქვს დევნილთა პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ფორუმის საარჩევნო პროგრამაში იქნება დევნილთა დაბრუნების საკითხთან ერთად, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილშია, დაბრუნებამდე მათი ღირსეული ცხოვრების პროგრამა, რომელიც პირველ რიგში ითვალისწინებს დევნილთა საბინაო უზრუნველყოფას. ეს პრობლემა უკვე 23 წელია დგას და დღეს ხელისუფლებას, დღეს მთავრობას, კონკრეტულად სამინისტროს არ აქვს ზუსტი ხედვა, სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სად დამთავრდეს და ოდესმე დამთავრდება თუ არა. მე ამაზე მაქვს ხედვა, მე ამაზე მაქვს წარმოდგენა, ეს გაზიარებულია ეროვნულ ფორუმში და ეს შევა ეროვნული ფორუმის წინაშეარჩევნო პროგრამაში, რაც თავის მხრივ გულისხმობს პროგრამულ ნაწილს ამ პრობლემის გადაწყვეტისა, საბინაო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე ნორმატიული რეგულირების თვალსაზრისით. დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობები, მათი შემწეობის და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი უძრავი ქონების შევა ამ საკითხში. მეორე თემა არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების ასევე პრობლემის მოგვარება, ეგრეთ წოდებული ეკომიგრანტების და ზოგადად მიგრაციის პრობლემა ქვეყნისათვის. ეს გულისხმობს ემიგრაციას, იმიგრაციას, არალეგალურ მიგრაციას. თუ ჩვენს გადაცემაში გვიქნება საშუალება, რომ თქვათ ამ საკითხებს ჩაუღრმავდეთ, მე რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ისეთი პრიორიტეტი და პუნქტი, რომელზეც ძალიან ბევრი არ საუბრობს დღეს და საინტერესო იქნება თქვენი ხედვა აი ამ მიმართულებით, რას დაუშვათ მოიაზრებთ ან რას ითვალისწინებთ აი კონკრეტულად აი ამ მიმართულებით. გავაგრძელოთ ახლა პირდაპირ. დევნილთა პრობლემის მოგვარებაში ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ აი 23 წელია გითხარით მიმდინარეობს პროცესი დევნილთა საბინაო უზრუნველყოფისა და დღეს მდგომარეობით 90000 ოჯახიდან მხოლოდ 30000 ოჯახია ბინით უზრუნველყოფილი გრძელვადიანად. დაახლოებით 20000 ოჯახმა თვითონ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება, ხოლო დანარჩენი 40000-მდე ოჯახი დღემდე 23 წლის თავზე ისევ უბინაოდა. თუ თქვათ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემს მიერ დასახელებული ციფრიდან 30000, რომელიც უზრუნველყოფილია, თითქმის 21000 უზრუნველყოფილი იქნა ძველი საბჭოთა შენობა ნაგებობების ხარჯზე, ეს იყო სასტუმროები და ასე შემდეგ, რეაბილიტირებული ნაგებობები. დარჩენილი 9000-დან ნახევარზე შეიძლება ვთქვათ იყოს საერთაშორისო დახმარებით და ნახევარი სახელმწიფოს ხარჯზე. ანუ ასეთი ტემპით და ასეთი შესაძლებლობებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ყველასათვის ნათელია ტემპის, ასე ვთქვათ, გააქტიურება, დაჩქარება, მიმდინარეობს აქტიური განსახლების პროცესი, მაგრამ თუ რამდენხანს შეიძლება ეს დამთავრდეს და მაგალითად იმ ოჯახისათვის, რომელსაც დღეს ბინა არ აქვს, როდის შეიძლება იყოს ეს პრობლემა გადაწყვეტილი, ამაზე არავინ არ საუბრობს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, თუ როგორ მოგვარდეს ეს საკითხი მაქსიმუმ 5 ან 6 წელიწადში ჩვენი ეკონომიკის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების ხარჯზე.
ასევე პარალელურად მაგრამ ამისათვის საჭიროა გათვალისწინებული იქნეს ის მომენტი, რომ საბედნიეროდ დევნილთა რიცხვი იზრდება იმის ხარჯზე, რომ დევნილთა, ასე ვთქვათ, ახალი თაობების რეპროდუქციაში მრავალი არადევნილი მონაწილეობს და დევნილებში შობადობა სამჯერ აღემატება ციფრიანობას საბედნიეროდ. მაგრამ მეორე მხრივ ეს ნიშნავს, რომ განუსაზღვრელად და უსასრულოდ იზრდება სახელმწიფოს ვალდებულებები, ამას არათუ საქართველო, არამედ უფრო დიდი სახელმწიფოებიც ვერ შეძლებენ, ამიტომ აქ საჭიროა რეგულაცია სამართლიანი და საერთაშორისო ნორმებთან მისადაგებელი და ჩვენ გვაქვს ამის სწორი ხედვა, ზუსტი ხედვა თუ როგორ უნდა გაკეთდეს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების და ფიზიკური პირების საკუთრების უძრავი ქონების საკითხი. არსებობს თუ არა დღეს სპეციალური ბაზა ნორმატიული აქტების თუნდაც რომელიც არეგულირებს ამ საკითხებს ქონებასთან დაკავშირებით? ნორმატიული ბაზა არ არეგულირებს, თუმცა პროცესი დაწყებული იყო თავის დროზე. მე ვცდილობდი აქტიურად ამ პროცესის განვითარებას და დასრულებას, მაგრამ ვერ მოხერხდა. დღეს პროცესი შეჩერებულია. სამინისტროში არის 65,000-მდე ოჯახის ქონებაზე, ასე ვთქვათ, საქმე შექმნილი. თუმცა ეს დოკუმენტაცია არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, როგორც ამ პირების საკუთრება. და ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის შეფასებული და არ ვიცით ჩვენ დღეს ციფრი თუ რა ზარალი მივიღეთ კონფლიქტის შედეგად. 23 წლის მანძილზე ეს ზარალი რამდენად გაიზარდა და რა მივიღეთ ამ ხნის განმავლობაში ამ ქონებაზე წვდომის შესაძლებლობის შეზღუდვისაგან სახელმწიფომ რა ზარალი მიიღო. საერთაშორისო გაეროს პრინციპებში საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ამის გამოცდილება. ძალიან საინტერესო ხორვატებისა და სერბების ურთიერთობების არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რომ დაითვალოს ეს გამოყვანილი იქნას ეს ციფრი, შეიქმნას საერთაშორისო რესტიტუციის ფონდი, რომელიც დაბრუნების შემთხვევაში თუ მის გარეშე ამის გაწევრების შემთხვევაში აუნდაზღაურებდა მიყენებულ ზარალს და ზიანს ფიზიკურ პირებს და ასევე განხილული იქნა სახელმწიფოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ეს არის ჩვენი უგზო-უკლოდ დაკარგულების მოძიების პრობლემა. ძალიან მტკივნეული და ფაქიზი. აი გავიდა 23 წელი. ოფიციალური მონაცემებით, რომელებიც დაცულია წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციაში და მის მიერ, ქართული მხარის მიერ იძებნება 2000-მდე უგზო-უკლოდ დაკარგული, აქედან 900-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და დანარჩენი მშვიდობიანი მოქალაქე. 200-მდე სამხედრო მოსამსახურე, ასე ვთქვათ, გადმოსვენებული, იდენტიფიცირებული და ღირსეულად მიბარებული იქნა მშობლიურ მიწას და გადაეცა ოჯახებს და 1800 ჯერ ისევ ასე ვთქვათ, იძებნება, ძებნა რთულდება, დრო გავიდა და დრო აღარ ითმეს. ამ მიმართულებაზე აქტიურად მუშაობდი მე ჩემს მოადგილე ნინო ჭავჭავაძესთან ერთად, რომელმაც ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, წარმატებით სერიოზულად განახორციელა ეს საქმიანობა და ბოლოს 2014 წლის მაისში განხორციელდა ბაბუშერას აეროპორტში ტრაიკულად დაღუპული მეომრების გადმოსვენება და იდენტიფიცირება და ღირსეულად მათი დაკრძალვა. პროცესი გაგრძელდა, მაგრამ სამწუხაროდ ამის შემდეგ შედეგი არ აგვაქვს. გავიდა 2 წელი და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში ჩვენი ქართველი ღირსეული მეომრების ცხედრების გადმოსვენება სამწუხაროდ როგორც მე ვიცი ვერ მოხდება და მიმაჩნია რომ ეს საკითხი უნდა გააქტიურდეს, ამაში ძალიან სერიოზულად უნდა იქნას სახელმწიფო დონეზე აყვანილი, იმიტომ რომ დრო არ ითმის. როგორც გითხარით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ადამიანების პრობლემა ასევე გადასაწყვეტია. დღეისათვის ივარაუდება, რომ 10,000 ასეთი ოჯახია დაზარალებული, უფრო სწორად კი არ ივარაუდება, მონაცემთა ბაზაში ასე არის. როგორც ვიცით, უმეტესობა აჭარიდან არის სპორტს. არა მარტო, იმიტომ რომ ძალიან ბევრია იმერეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ამ სფეროში დღემდე არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია. ანუ არ არის კანონი ეკომიგრანტების შესახებ. თვით ტერმინიც ეკომიგრანტი
ეს არის გადმოტანილი სიტყვა და ამის ასე ვთქვათ სამართლებრივი დეფინიცია არ არსებობს. აქაც კანონია მისაღები და შესაქმნელია პროგრამა გადაუდებელ საბინაო უზრუნველყოფას ვინც ექვემდებარება ასეთი 3200-ზე მეტი ოჯახია სულ 60-70 მილიონიანი პროგრამით შეიძლება რამდენიმე წელიწადში ამის ასე ვთქვათ დასრულება და შემდეგ კანონით განსაზღვრული თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის განაწილებული უფლებებისა და ვალდებულებებით იმის მიხედვით რამდენიც წარმოიქმნება ასეთი ასე ვთქვათ ეკომიგრანტი ოჯახი მათი პრობლემების მოგვარება შემდეგ თანმიმდევრულად პარალელურად ჩვეულებრივი ცხოვრებისა გაგრძელდება და მოკლედ გეტყვით ასევე მიგრაციის შესახებ მიგრაციის პრობლემა უკვე თან სოფლიოს დაუდგა და ბოლო წლებში, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა ეს პრობლემა ევროპისათვის, დასავლეთისათვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვისაც არ არის უცხო ეს საკითხი საერთაშორისო მიგრაციის პრობლემა, გარდა ამისა შეფარდება, ანუ სალდო ბალანსი ჩვენი ქვეყნიდან ემიგრანტებისა და იმიგრანტების შორის არის ემიგრაციის სასარგებლოდ. ანუ ყოველწლიურად ჩვენ ქვეყანას უფრო ბევრი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება უკან. 2010 წლიდან სტატისტიკა აჩვენებს ამის მზარდ ტენდენციას და 2015 წლის მონაცემებით ეს სხვაობა არის 15000, ანუ გავიდნენ და 15000 მოქალაქე აღარ დაბრუნდა უკან. გარდა ამისა არსებობს არალეგალური მიგრაცია, რომელიც ამ ციფრს კიდე ზრდის. რომელიც აბსოლუტურად უკონტროლო პროცესია, როგორც ჩანს. ეს პრობლემა სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ, პოლიტიკურ საკითხებზე და უსაფრთხოების საკითხებზე, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანია მისი რეგულირება, მოგვარება, გადაწყვეტა და ეროვნულ ფორუმს ასევე ამ მიმართულებით ექნება თავისი ხედვები და თავისი ნაწილი პროგრამაში. მაყურებელი ყავს ხაზზე კითხვა არის თქვენთან, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გამოდოვანე. მოგესალმებით. ბატონო დავით, მოგესალმებით, ბატონო რეზო. მოგესალმებით. სასიამოვნოა, რომ ბატონო დავითი ეროვნულ ფორუმშია, მე როგორც ეროვნულ ფორუმის მომხრეს, მე წარმახარებს და წარმატებები მინდა გისურვოთ. რაც შეეხება შეკითხვებს, ორი პატარა შეკითხვა მაქვს, შეიძლება კი ბატონო, ბრძანეთ. ბატონო რეზოს დაუსმევ, ალბათ თუმცა არჩევანზეა, რა თქმა უნდა. ბატონებო, პირველი შეკითხვა, ესე იგი, გერმანული ვარიანტის მიღების შემდეგ არის თუ არა ეროვნულ ფორუმში ფიქრი, უკვე რაღაცა ხა მე არ მეპარებოდ ბარიერს გადალახავთ, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბური ფიქრი თუ არის, უფრო დიდი გაერთიანების შემთხვევაში, უფრო მეტი შეცდომები იქნება თქვენთვისაც და სხვა კეთილგონიერი ძალებისთვისაც პარლამენტში. აი ეს ერთი შეკითხვა და მეორე, რატო ხდება, რომ მედიაში ზოგი პარტია უფრო მეტად შუქდება, ხოლო ეროვნული ფორუმი არ შუქდება. მაგალითს მოვიყვან პარლამენტში რაღაც საკითხზე ჟურნალისტები ერთი და იგივე პოლიტიკურ პარტიებთან მიდიან და შეკითხვებს აძლევენ და პასუხებს ებულობენ, ფორუმს არ ეკითხებიან. მე ესეთი დემოკრატიული არჩევნების ამ წელს, როდესაც მედია მიკერძოებულია, პირდაპირ ვიტყვი, უკვე იმდენს დადიან ეთერებში, რომ კამერებსაც კი ამტოვებენ და გმადლობთ. შეიძლება შევაფასოთ ეს არჩევნები ამ მედიის პირობებში. გმადლობთ. ხო, რა შეეხება მე ასე გავიგე, რომ პირველი ნაწილი იყო გერმანული მოდელის პირობებში, ხომ არ მიდის ეროვნულ ფორუმში ფიქრი გერმანული გაერთიანებას. მოდელი არ არის მიღებული პარლამენტში და სისტემა თვითონ სისტემა დარჩა ისეთი, როგორიც ადრე იყო, ამიტომ ამაზე ლაპარაკი არ არის გაერთიანებაზე. ეროვნული ფორუმის ყრილობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფორუმი წავა დამოუკიდებლად არჩევნებზე. ამ გადაწყვეტილების შეცვლას, როგორც მინიმუმ, ახალი ყრილობის მოწევა სჭირდება. ამ წუთში ეს არ იგეგმება, თუმცა პოლიტიკაში არასდროს თქვა, არასდროს. ნახოთ რა იქნება მომავალში, სხვა პასუხი მე ამ წუთში არ მაქვს. რა შეეხება ფორუმის ჟურნალისტებზე იყო საუბარი. ხო, მედიაში აქტიურობა. ეს ჩემთან არ არის შეკითხვა, რა თქმა უნდა, ამაზე მე პასუხი არ მაქვს. სოციალური რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი. არ გადარჩოთ, ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით ეთერში. Thank you.
თავისუფალი ტრიბუნა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი. ჩვენი სტუმრები არიან ეროვნული ფორუმის წევრები რევა შავიშვილი და დავით არახველიძე. ბატონო, ახსენეთ თქვენ სასამართლო სისტემა, სასამართლო რეფორმა და ჩვენ ვიცით, რომ თქვენს პროგრამულ პრიორიტეტებში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი და ფაქტიურად 13 ივნის თქვენი პროგრამული დოკუმენტების გამოქვეყნება სწორედ სამართლო ხელისუფლებით დაიწყო. რა ხარვეზებს ხედავთ დღეს თქვენ ამ სისტემაში და თქვენი აზრით სად არის გასატარებელი პირველ რიგში რეფორმები? ხარვეზებს საერთოდ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ სასამართლო სისტემა რა გვაქვს თავისთავად და მით უმეტეს სამართლიანი სასამართლო. ეს სასამართლო სისტემა მთლიანად დასაშლელია. ასეთია ფორუმის პოზიცია. თქვენ გესმით, რომ დღევანდელი კორპუსი მოსამართლეების დაკომპლექტდა წინა ხელისუფლების პირობებში და ატარებდა ძირითადად ხელისუფლების ინტერესებს და არა საზოგადოებისას. ამაზე მეტყველებს აი სხვადასხვაგვარი ფაქტები ხო 99%-ზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი, რამდენიმე ასეულ ათასი პრობაციონერი და ასე შემდეგ. მთელი სისტემა ჩართული იყო ამ არ შემეშინდება სიტყვა თქვა დანაშაულში. გამონაკლისები არსებობდა, მაგრამ ასეთი მოსამართლეების რიცხვი ძალიან ცოტა იყო და მათი ხმა ხანდახან თუ ისმოდა მოსამართლეთა კონფერენციებზე, თორე რეალური გავლენის მოხდენა სისტემის შიგნით, სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით მათ არ შეეძლოთ. ასეთი მოსამართლეების სისტემას ტოვებენ, მიდიან, რადგან ვერ ხედავენ თავის თავს ამ სისტემაში. შედეგად ჩვენ დაგვჭა შეშინებული, ძალის წინაშე დახრილი სასამართლო, რომელიც დღესაც მცად არის იმ შეკვეთების შესასრულებლად, რომელსაც თქვა ძალის მატარებელი სუბიექტი წარუდგენს ამ შემთხვევაში ხელისუფლება. ხო? ასეთი სასამართლოს პირობებში ცხოვრება არ შეიძლება. მდგომარეობა რთულდება იმის გამოც, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებს მოსამართლეებს, რომელთაც გაუვათ 10 წლიანი ვადა, ავტომატურად ისინი დაინიშნებიან უვადოდ. ამის შემდეგ შეცვლა სისტემის სრულიად შეუძლებელი იქნება და ქვეყანა აღმოჩნდება კატასტროფის წინაშე. მე არ ვამუქებ ახლა სპეციალურად არ ხმარობ ამ სიტყვას, ჩვენ დავრჩებით საერთოდ სასამართლო ხელისუფლების გარეშე. ამიტომ იძულების მექანიზმი გაუჩნდა ფორუმსაც და მე ვფიქრობ დანარჩენი საზოგადოებას დაეთანხმება ამას. ჩვენ ვთვლით, რომ სასამართლო სისტემა უნდა შეიცვალოს და მოსამართლეები უნდა გახდნენ არჩევითი. აი ესეც საინტერესოა, რა მექანიზმის თავაზობთ? მექანიზმებზე დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებზე ორივეზე, ანუ რაიონულ, საქალაქო, ეს პირველი ინსტანცია და სააპელაციო სასამართლოებში. დღეს მოქმედი მოსამართლეთა რიცხვი არის 205 რაიონულ სასამართლოებში და საქალაქოში და 55 თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში. შეიძლება ჩვეულებრივი მაჟორიტარული წესით დაახლოებით დაკომპლექტებული არ არის სასამართლო მთლიანად. 24 რაიონული სასამართლო არსებობს და კიდევ არის 40 მაგისტრატი მოსამართლე. დასაკომპლექტებელია ესა. 2017 წელს ერთ წელიწადში მოდის ადგილობრივი არჩევნები. ამ ცალკე ან ამ არჩევნებთან ერთად შეიძლება ჩატარდეს მოსამართლეთა არჩევნები, ისე რომ პოლიტიკური სპექტრი საერთოდ გამორიცხული იყოს, ჩართული იყოს ამ საქმეში. პოლიტიკური ჯგუფები, პარტიების სახით, ადგილობრივი აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წარმომადგენლები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოები, ეს უნდა გამოირიცხოს. ძალიან მნიშვნელოვანია დასახელების მოსამართლეთა დასახელების საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი უფლება უნდა მიეცეთ მხოლოდ მოქალაქეთა ჯგუფებს, პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ მათ აქვთ გარკვეული ვადით, ჩვენ ვამბობთ 10 წელიწადს გარკვეული ვადის მუშაობის გამოცდილება, რომ სპეციალურად ამისთვის არ შეიქმნას ორგანიზაციები, გესმით ალბათ რას გულისხმობ, აგრეთვე სამეცნიერო და სასწავლო სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ კონკურენცია ნორმალური იქნება, საერთოდ როცა ასეთი სისტემა შემოდის, ერთ-ერთი უარყოფითი თემა ის არის, რომ რაზე უნდა ილაპარაკონ მოსამართლეებმა არჩევნების დროს, რომ განაჩენს მიიღებენ კანონისა და შინაგანი რწელის საფუძველზე. ხო, მეტი სალაპარაკო არა. ჩვენმა სასამართლო სისტემამ ისე ისახელა თავი ჭყალებში, რომ უამრავი სადავო საკითხია დარჩენილი, სამაგალითო საკითხები, იგივე გირგვლიანის თემა, ხო? და უამრავია ასეთი ფორუმსაც აქვს ერთი ასეთი პატიმარი, ჩვენ ჯერ არ უწოდებთ მას პოლიტიკურს, მაგრამ დავარქმევთ ალბათ. ესე იგი
აი ეს გაფუჭებული საქმეები ასობით და ათასობით არის. იქამათონ მოსამართლეებმა როგორ უნდა გადაწყვეტილიყო ასეთი საკითხები, ხო? დაფინანსების საკითხი. ჩვენ გულის ვფიქრობთ, რომ დაფინანსება ასეთი საარჩევნო კამპანიის შესაძლებელი არის მხოლოდ მოქალაქეთა შემოწირულობებით, არ გამოვრიცხავთ ერთიანი ფონდის შექმნასაც, მათ შორის სამთავრობო მონაწილეობითაც დახარჯოს მთავრობამ ფული იმისთვის, რომ ქვეყანას ნორმალური მოსამართლე ყავდეს. მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფილია ოლქები ასეთი სახით, ადგილობრივი არჩევნებისთვის და ირჩევა რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები. ვინც გაიმარჯვებს, შეიკრებიან მათ უმაღლეს ორგანოში, ეს არის მოსამართლეთა კონფერენცია, ირჩევენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და უკვე არჩეული მოსამართლეებიდან სააპელაციო სასამართლოს წევრებს ან პირდაპირ ან იუსტიციის საბჭოს მეშვეობით. სხვა მექანიზმს ჩვენ ვერ ვხედავთ. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მიმართ ნდობა რა თქმა უნდა გაიზრდება, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ კიდევ ერთ მექანიზმს მოსამართლეთა დაცვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მოსამართლეებისთვის. დაცვისთვის თქვენ იცით, რომ იუსტიციის საბჭოს აქვს უფლება მოსამართლეს დაუწესოს გამოაცხადოს მოსამართლის დისციპლინური დევნა და მათ შორის დაასრულოს მოსამართლის განთავისუფლების გადაწყვეტილებით. თუ ასეთი საკითხი დადგა და კონკრეტული მოსამართლე არ დაეთანხმა, არ თვლის დამნაშავედ, არ დაეთანხმა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, მას უნდა ჰქონდეს უფლება იმ ოლქში, რომლიდანაც ის არჩეული იყო, კენჭი იყაროს ნდობის გამოცხადების თვალსაზრისით. ანუ თავი დაიცვას, თუ გამოუცხადებენ ნდობას, დაბრუნდება თავის ადგილზე. ან და თუ ეს ასეთი ხარჯიანი პროცესია, მაშინ მაინც უნდა ჩატარდეს, თუ განთავისუფლდება ეს მოსამართლე არა იმ ადგილიდან, მაინც უნდა ჩატარდეს არჩევნები არა ახალი მოსამართლის ასარჩევად, მაშინ ამ მოსამართლესაც ჯერჯერობით მოქმედსაც მიეცეს შესაძლებლობა იყაროს კენჭი და გამარჯვების შემთხვევაში ის დაუბრუნდება თავის ადგილს, ანუ გაბათილდება ეს დისციპლინური დევნის ასე ვთქვათ გადაწყვეტილება. ხო, რაც შეეხება მე გამომრჩა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მოქმედ მოსამართლეებსაც რა თქმა უნდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება, დაიცვან თავისი პოზიციები. მე დარწმუნებული ვარ შესაბამის რაიონებში მათ მიმართ კმაყოფილებას გამოითქმება და უკმაყოფილებას დაიცვან თავი, გაიმარჯვებენ და უბრუნდებიან თავის ადგილს. თუ არ სურთ ასეთი არჩევნებში მონაწილეობა არავინ მათ არ გაყრის სასამართლოდან, ისინი ვადას დაამთავრებენ. პარალელურად იმუშავებს ახლად არჩეული მოსამართლე და საბოლოოდ დაამთავრებს ვადას, ვინც ვადიანი იქნება და წავა სახლში და ის მოსამართლე უბრალოდ იქნება არჩეული და გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც უნდა ატარებდეს მოსამართლე. იდეაში ვფიქრობთ, რომ მივიღებთ სისტემას, რომელიც გაცილებით უფრო დამოუკიდებელი იქნება, გაცილებით უფრო წესიერი იქნება, არ იქნება კოლექტიურად ჩართული კოლექტიურ დანაშაულში და ასე შემდეგ. აი მოკლედ ძალიან, თუმცა ჩვენ პროგრამაში გაწერილი გვაქვს ყველა პუნქტი დეტალურად გავდაწერილი. ერთ კითხვასაც დაგისვათ სასამართლო პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, თქვენ გქონდათ კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა სპეციალისტებთან, მათ თუ გქონდათ რაიმე ტიპის შენიშვნები პროგრამაში? შენიშვნები მნიშვნელოვანი არ მოგვისმენია, იმ შენიშვნების იქით არ წასულა, ჩვენ თვითონ რაც გვაქვს შენიშვნები ამ სისტემის მიმართ. მე უნდა გითხრათ, რომ ამ საკითხებზე ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდით. იყო ასეთი ორგანიზაცია DASI, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდით და ვახტანგ ხმალაძე და ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის დავით უსუფაშვილის სხვები ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ. ჩვენ მაშინ კანონმდებლობაზე ვმუშაობდით, მომავალი საქართველოს ჯერ არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა და რა თქმა უნდა ესეთ თემებზე არჩევითი იყო სასამართლო თუ არა. ჩვენ მაშინ უარი ვთქვით არჩევითობაზე სასამართლოს, ძალიან ბევრი მინუსი აქვს, მე დღეს ამ მინუსებზე არ ვილაპარაკებ ამას, მაგრამ გამოსავალიც არ ჩანს, რადგან მე გეუბნებით, რომ სულ ცოტა ხანში დანიშნული მოსამართლეები გახდებიან უვადოდ დანიშნულები, ეს პროცესი დაწყებულია. უვადოდ დანიშნულები და მე ჩვენ სასამართლო სისტემას უბრალოდ ვერ შევცვლით. ანუ ეს მოდელი, რომელსაც მე ახლა გთავაზობ და ფორუმი შესთავაზებს საზოგადოებას, არის ეგრეთ წოდებული იძულების შედეგად მიღებული. მე გეტყვით, რომ ორ ქვეყანაში მე რაც ვიცი, არსებობს არჩევითი მოსამართლეები პირველი ინსტანციის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებში დაახლოებით 20-ზე მეტ შტატში. ოღონდ იქ ძალიან რთული სისტემა არის და ისინი ვადიანები არიან.
ასევე შვეიცარიაში პირველი ინსტანცია იქაც და შვეიცარიაშიც და ისინიც ვადიანები არიან. ანუ უადოთ არჩეული მოსამართლეების თვალსაზრისით საქართველოს თუ ეს მოდელი გავიდა, საქართველოს პიონერი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ოპტიმალური გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, იმ ვითარებიდან, რომელიც დღეს ქვეყანაში არის. ვიდრე კიდევ ერთ პრიორიტეტზე გადავალთ, ბატონ დავით, თქვენ ხომ არ დაამატებდით რამის თუ გსურთ რამის დამატება? არა, სასამართლო სისტემაზე არაფერს. კი ბატონო, მაშინ გადავინაცვლო ძალიან მნიშვნელოვან მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროგრამულ პრიორიტეტზე, ეს არის ეკონომიკა, ვინაიდან სწორედ ამაზე ავერითმული სამუშაო ადგილების სოციალური ფონის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. ჩვენთან არაერთხელ ეთერში თქვენი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ასახელებდნენ ინიციატივებს ეროვნული ფორუმის, რომელიც სხვა შორის შემდეგ ჟღერდებოდა მთავრობის წევრების მიერ. რა კონკრეტული მიმართულებით იქნება თქვენი ეკონომიკური პოლიტიკა? ჩვენი ეკონომიკური პროგრამა მოიცავს ეკონომიკის ყველა მიმართულებებს, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული იქნება და გნებავ დავიწყოთ ერთი საკითხით, ჩვენი საბიუჯეტო მოწყობა არქაულია, პირდაპირ მინდა გითხრათ, ეს არის ხარჯების მართვის ბიუჯეტი, ეგრეთ წოდებული ხარჯების მართვის ბიუჯეტი. მთელი მსოფლიო გადასულია და ასეც უნდა იყოს და ლოგიკაც ამაშია, ეს უნდა გქონდეს პროგრამების მართვის ბიუჯეტი და არა ხარჯების, მაგრამ აქ ერთი რატო არ შვება მთავრობა, აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ მთავრობას არ აქვს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა, გრძელვადიანი გეგმა. როცა პროგრამულ ბიუჯეტზე გადადიხარ, ცხოვრების ყველა დარგის მიხედვით უნდა გქონდეს პროგრამა, უნდა იცოდე ბოლოში რა გინდა მიიღო, ხო? ანუ საბოლოო ინდიკატორი რა ფერი საინთება უნდა იცოდე და ამ წლებზე გადაანაწილო შესაბამისი ბიუჯეტი. ხო? ჩვენთან ახლა ასეა, მაგალითად ვიღაცას აქვს 35 მილიონი დაფინანსება სამინისტროს, ხო? დიახ. არსებობს მინისტრი, მოადგილეები, სამმართველოები, დეპარტამენტები და ასე შემდეგ. ვირას აკეთებს კაცმა არ იცის, არის ამდენი დაფინანსება, ზოგ ნაწილში პროგრამაც უწერია, თუმცა კონკრეტიზაცია იმ პროგრამას არ აქვს ვადები, არ აქვს კონკრეტული ხარჯები, მაქსიმალური ხარჯები, რაც დაჭირდება ბოლომდე მიყვანას ამ პროგრამის და შეიძლება იყოს პროგრამა, შეიძლება 10 წლიანიც იყოს, ხო? და უფრო ხანგრძლივიც. ხო, ამიტომ ეს ასე არ არის. უნდა გაკეთდეს პროგრამული ბიუჯეტი, სტრატეგიული გეგმა, განვითარების ცხოვრების ყველა მიმართულებით. ამ გეგმას, ამ პროგრამას უნდა ამტკიცებდეს პარლამენტი, როგორც პოლიტიკურ დოკუმენტს, რომ შემდეგმა ხელისუფლებებმა ცვლილება არ დაიწყონ ამისი, არა? და ეს არ არის მარტო ერთი პარტიის საკითხი და შემდეგ წლების მიხედვით საბიუჯეტო ბიუჯეტის კანონის მიღებით იქნება ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ამ პროგრამის უზრუნველყოფას აკეთებს. ასეთი ბიუჯეტი ოპტიმიზაციას აკეთებს მთავრობისაც და მისი ხარჯებისაც. იცვლება მთავრობის სტრუქტურებს. ესე იგი, მინისტრი, მოადგილეები და დეპარტამენტები ასე აღარ იქნება. საჭირო იქნება პროგრამის შემდგენელი ჯგუფები, საჭირო იქნება პროგრამის აღსრულებელი ჯგუფები, ბუნებრივად დარჩება საფინანსო, იურიდიული და ასეთი საკითხები, ამ საკითხების გადამწყვეტი თქვათ სტრუქტურები, რომელიც დღესაც არსებობს უცვლელად, მაგრამ ძირითადი მიმართულება იქნება პროგრამებზე ორიენტირებული. მოსახლეობას ეცოდინება, რას უნდა მივახციოთ 10 წელიწადში, 5 წელიწადში, 2 წელიწადში და კონკრეტულ წელს, რომლის ბიუჯეტსაც ამტკიცებს პარლამენტი, შემოდის მთავრობა და ამტკიცებს პარლამენტს. ადვილია. ესე იგი, ხარჯის კონტროლი კი არ იქნება, შესრულების კონტროლი იქნება მაშინ, აი კონტროლის პალატა, აუდიტის სამსახური როცა ამოწმებს. ხო, ის დარღვევას ვერ აღმოაჩენს, იმიტომ რომ თქვა 35 მილიონი გაწერილი იყო ბიუჯეტში, ხელფასის ფონდი, კაპიტალური ხარჯები, სხვა ხარჯები და ასე შემდეგ. აქ კი გეკრება ინდიკატორი, აინთო თუ არა ინდიკატორი ამ წლის განმავლობაში, როცა ამდენი და ამდენი ფული დაიხარჯა. ესმით ხომ, ესე იგი ხარჯების ოპტიმიზაცია ხდება, სამინისტროს და სამთავრობო სტრუქტურების ოპტიმიზაცია ხდება, შტატების შემცირება ხდება, არ არის საიდუმლო, რომ დღეს ერთ საქმეს 5 ადამიანი აკეთებს. პროგრამული ბიუჯეტი ასეთ რამეს ვერ აიტანს. იმიტომ რომ იქ გაწერილია კონკრეტულად მოცემული საკითხის შესრულებას, რამდენი ადამიანი ჭირდება, რა სპეციალობის ადამიანები ჭირდება. ხო, და შესაბამისი კვალიფიკაცია თუ არ აქვს, იმას სამსახურში ვერ დაასაქმებ, ხო? გამომთავისუფლდება ხალხი, რომელსაც ავაკავებთ სხვა მიმართულებით. ასე რომ ეს ერთი მთავარი მიმართულება იქნება, ამით განსხვავდებით დღეს მოქმედი ბიუჯეტის პრინციპებიდან, ეკონომიკის ნაწილში ეს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. არსებობს სხვებიც,
კი ჩვენ უბრალოდ ვეღარ მოვასწრებთ. ვერ მოასწრებთ, ხო? უბრალოდ ჩამოთვლი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საგადასახადო სისტემა ტერიტორიული დიფერენციაციის თვალსაზრისით, ანუ გავსებულია თბილისი, ხო? იმიტომ რომ ადამიანი მოდის ბიზნესის საკეთებლად იქ, სადაც სერვისი უკეთესია, ბაზარი უფრო დიდია და ასე შემდეგ დაიცალა ადგილებზე მოსახლეობისგან ტერიტორიები შემცირდა, დემოგრაფია გაუარეს და ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას ასეთ ტერიტორიებზე ნულიდან თბილისამდე რაც არის საგადასახადო სისტემის დიფერენცირებას 1%-იანი, 2-იანი, 3-იანი და ასე შემდეგ იმის მიხედვით როგორ არის დასახლებული შესაბამისი რეგიონები და ეგრეთ წოდებული სტარტაპების თემა, რომელიც თემურმა ისურაძემ წამოჭრა რამდენიმე ფორუმის წევრმა და დეპუტატმა, რამდენიმე თვის წინ ეთერში და თქვენ ნახეთ პრეზენტაცია სამთავრობოსი დაახლოებით იგივეს ვამბობთ ჩვენ, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ბიუჯეტი უნდა მონაწილეობას იღებდეს ქვეყანაში ეკონომიკის შექმნაში, არა მართვაში, არამედ შექმნაში. ჩვენ ვითვალისწინებთ ასეთ პროგრამას, რომ 30-დან 150,000 ლარამდე წელიწადში 2.5-დან 3,000 კონკურენტს, ხო, გაუნაწილდება დაახლოებით 350 მილიონი და ეს ფული მოძიებულია უკვე ჩვენ დავთვალეთ ბიუჯეტში, როგორ შეიძლება ეს იყოს. და ეს იქნება უფასო დაფინანსება თუ რა თქმა უნდა პერიოდულად ეს მოწმდება როგორ მიმდინარეობს საქმე და ასე შემდეგ მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით ეს ორივე სქემა რომელიც მე ახლა გითხარით ძალიან მნიშვნელოვანია მე ვწუხარო ჩვენი დრო შეზღუდულია ამის დეტალიზაცია მაგრამ ჩვენ შეგვიძლია 22 აგვისტოდან საარჩევნო რეჟიმში უკვე დეტალურად მანამდე ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ პროგრამას ახლა რედაქტირება მიმდინარეობს დაახლოებით 2 კვირის თავზე ჩვენ გვექნება პრეზენტაცია ჩვენი პროგრამის ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის წარმატებას გისურვებთ მაყურებელს შევახსენებთ რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი ჩვენი სტუმრები იყვნენ ეროვნული ფორუმის წევრები რევას შავიშვილი და დავით არახველიძე მე გემშვიდობებდი მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ნახვამდის